რუსეთში ცხოვრება რომ მინდოდეს ბელგიის მაგივრად წავიდოდი მოსკოვში სასწავლებლად, არა რუსულ კანონს. დავწყოთ? გასვლითი პროგრამა, ეს არის დიდი ცხოვრებისეული დრამა, ჩემო მეგობრებო. კაი, სერიოზულად. გასვლითი პროგრამა. ალბათ უნდა დავფიქრდე, იმიტომ რომ იმდენად მნიშვნელოვანი ეპიზოდია ყველა ახალგაზრდის და სტუდენტის ცხოვრებაში, მე ესე ვფიქრობ, რომ ძალიან რთულია მარტივად აღწერო რა შესაძლებლობებს ან გამოცდილებას გაძლევს რა. ალბათ ის არის, რაც გეხმარება შენ ცხოვრება სწორი მიმართულებით, სწორ მხარეს წაიყვანო. უნივერსიტეტის დაარსების დღიდან მთელი ჩვენი ძალისხმევა იყო იმისკენ მიმართული, რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო თანამშრომლობები ყოფილიყო ჩვენი ძლიერი მხარე და ამის შედეგად ჩვენ მივიღეთ ის, რომ 150-ზე მეტ სოფლიოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობ, რაც აძლევს ჩვენ სტუდენტებს უამრავ შესაძლებლობას. ეს არის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა. მე მგონია, რომ როცა ისეთ ადგილას ხარ, სადაც ამხელა შანსები გეძლევა და არიან ადამიანები, რომლებიც მართლა ძალიან ბევრ შრომობენ პირადად შენთვის, რომ რაღაც შესაძლებლობა მოგცენ, მარტო შენ თავთან აღარ გაქვს უკვე პასუხისმგებლობა რა და მინიმუმ უნდა ეცადო, რომ რაღაც ისეთი გააკეთო, რითაც ამ ადამიანებს აგრძნობინებ, რომ რაღაც გამოვიდა, დაფასდა და ხო, თურმე ტყუილად არ შრომობენ ამდენს. როცა სტუდენტი იყენებს იმ შესაძლებლობას, რომელსაც ჩვენ თავაზობთ, ჩვენში ყოველთვის ეს ბედნიერებას იწვევს, რომ ესე იგი ამ შემთხვევაში ვთვლით, რომ ჩვენი შრომა, რომელიც არის უდიდესი, ამ თანამშრომლობების მოძიებისთვის და გამყარებისთვის და განხორციელებისთვის, ანუ არ იყო ფუჭი, არამედ შედეგი მივიღეთ. ეს არის უდიდესი სიამაყის და ბედნიერების განცდა წარმატების ნიშანი. ნიშნულოვან რაღაცებს სწავლობ, მსგავსი პროგრამებით, მაგალითად დამოუკიდებელ ცხოვრებას და უკვე სულ სხვა მიდგომა გაქვს ცხოვრებისადმი და ყველაფერს ხედავ საზღვრებს გარეთ. გადატანით იმ მნიშვნელობით რა და გრძნობ, რომ თითქოს ყველაფერი შეგიძლია. მთავარი ხიბლი გაცვლით პროგრამაში და საერთაშორისო პროექტში მონაწილეობის ეს არის ის, რომ სტუდენტებს ამითი ვაძლევთ შესაძლებლობას განსხვავებული პერსპექტივით, განსხვავებულ გარემოში დაინახოს თავისი პროფესია, იპოვოს საკუთარი თავი და გაიფართოვოს თვალსაჩინო, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. და რა თქმა უნდა, ეს არის ევროპულ დემოკრატიულ ღირებულებებთან მათი ასიმილაცია და ინტეგრაცია. სწავლასთან ერთად ძალიან ბევრი გართობაც არის, იმიტომ რომ გვაქვს მართლა ბევრი ივენთები, სხვადასხვა კულინარიული საღამოები, რომლის მეშვეობითაც საქართველოს ვაცნობთ ევროპელებს და არის ძალიან ბევრი სოლო მოგზაურობა და ეს ყველაფერი გაძლევს დიდ თავისუფლების შეგრძნებას, განუზომელ თავისუფლებას მართლა, იმიტომ რომ სამთვეში მოვიარე ევროპის 10 ქალაქი და ამაზე მაგარი რაღაც არ ვიცი რა უნდა მომხდარიყო ჩემ ცხოვრებაში. არაერთხელ ყოფილ ვარ გათვლითი პროგრამით, არა მხოლოდ როგორც სტუდენტი და ეს არის ყოველთვის დღემდე არის ჩემთვის უდიდესი გამოცდილების მომტანი და ამითი ყოველთვის ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. ჩემი სტუდენტობა როგორ არ მახსენდება, მე რომ პირველად წავედი სასწავლებლად უცხოეთში, მაშინ არ იყო ესეთი შესაძლებლობები საქართველოსთვის გახსნილი. თითქმის ერთი თვე, როდესაც ვიღებდი წერილს, იმეილს ოჯახიდან ძალიან ბევრს ვტიროდი. და ეს იყო ჩემთვის ძალიან ემოციური, თითქმის ერთი თვე ძალიან მძიმედ გადავიტანე, იმიტომ რომ ეს იყო პირველი გამოცდილება ჩემთვის დამოუკიდებლად ცხოვრების და ეს იყო ისეთი ცოტა მძიმეთი იყო ჩემთვის, მაგრამ სამაგეროდ მე ძალიან საინტერესო გამოცდილებები მივიღე ცხოვრებაში. ორი თვე ვტიროდი. საქართველოსთან მოსულ ყველა შეტყობინებაზე ვტიროდი, იმიტომ რომ საქართველოსგან და ქართული ურთიერთობებისგან იმდენად განსხვავდება ეს ყველაფერი, რომ ემოციურად არის მართლა ძალიან რთული რა. უბრალოდ მგონია, რომ ალბათ ზუსტად ის არის, რაც ამ ასაკში ადამიანს სჭირდება იმისთვის, რომ მე რომ გაიხსენებს თავის ცხოვრებას, თქვას, რომ ვა, რა მაგარი ცხოვრება მქონდა. თეთროსაც ჩავეხუტები. აუცილებლად გამოიყენეთ ის შესაძლებლობა, რომელსაც გაძლევთ, არასდროს არ შეგეშინდეთ. ყოველთვის გქონდეთ საკუთარი თავის იმედი და ყოველთვის გაბედეთ. ეს არის გაბედვა და უნდა გაბედო, რომ ეს გააკეთოთ. ძალიან დიდი შიში იყო აქ წამოსვლამდე, მაგრამ რაღაცნაირად ჩემ თავს შევუძახე და უთხრე, რომ თუ შიშია, მოდი ჯერ გააკეთე და მერე იყოს ეს შიში. აქ ჩამოსვლის მერეც იყო ეს შიში და ბევრად უფრო დიდიც, მაგრამ მე მივხვდი, რომ არ არსებობს შესაძლებლობა და შანსი რაღაც შიშების გარეშე და უბრალოდ არსებობს რაღაცები, რაც უნდა გაბედო და გააკეთო და მერე რომ გაგახსენდებათ თქვენი თავი ამ მომენტში იტყვით, რომ ვა, რა მაგარია, რომ შემეშინდა, მაგრამ გავაკეთე.